1959 შვიდლების პირველი წელი საქართველოს კომუნისტებმა თავიანთი ფორუმით დაიწყეს. საქართველოს კომუნისტური პარტიის რიგგარეშე მე-19 ყრილობამ განიხილა ვასილ პავლეს მჟავანაძის მოხსენება. საბჭოთა კავშირის სახალხო მეურნეობის განვითარების 1959-1965 წლების საკონტროლო ციფრები და საქართველოს კომპარტიის ამოცანები. ყრილობამ დასახა დიდი ღონისძიებანი, რომლებიც უზრუნველყოფდნენ შვიდლეთში რესპუბლიკის მიღწევებს კომუნისტურ მშენებლობაში. სოფლიოს გულისყური კრემლისკენაა მიმართული. მიმდინარეობს საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის 21 რიგგარეშე ყრილობა. ჩვენს ქვეყანაში სოციალიზმის მთლიანმა და საბოლოო გამარჯვებამ კომუნისტური მშენებლობის ყველა პირობა შექმნა. საბჭოთა კავშირი კომუნისტური საზოგადოების უშუალო მშენებლობის პერიოდში შევიდა. ყრილობამ დაამტკიცა საბჭოთა კავშირის 1959-1965 წლების სახალხო მეურნეობის განვითარების საკონტროლო ციფრები. შვიდწლიანი გეგმა ითვალისწინებს ყველა საბჭოთა რესპუბლიკის და მათ შორის საქართველოს მრეწველობის, ტრანსპორტის, სოფლის მეურნეობის, მეცნიერებისა და კულტურის სწრაფ ზრდასა და განვითარებას. დაიწყო შეუპოვარი შრომა შვიდწლების გრანდიოზული გეგმების შესრულებისათვის. შვიდწლიანი გეგმის უმნიშვნელოვანეს ამოცანად ყრილობამ სცნო შავი და ფერადი ლითონების წარმოების გადიდება, ქიმიური მრეწველობის, სახალხო მეურნეობის, ელექტროფიკაციისა და მანქანათმშენებლობის განვითარება. ისე არსად იგრძნობა საქართველოს ინდუსტრიის მაჯისცემა, როგორც რუსთავში. სულ 15 წელიწადია, რაც აღმოცენდა მეტალურგთა ეს ქალაქი. საბჭოთა მეტალურგთა დიდ ოჯახში გამოიწვევდნენ ქართველ მეპოვადეთა პიონერები. დღეს აქ ფართოდ ინერგება ტექნიკური პროგრესი. ღრმა მეცნიერული ანალიზის საფუძველზე მუშავდება ყოველი ახალი აზრი და იდეა. იქმნება კომპლექსურ მექანიზირებული და ავტომატიზირებული უბნები და საამქროები. მიაქციეთ ყურადღება ამ კაცის საქმიანობას. სწორედ ამ პროცესის მექანიზაციას ეწევა უნიკალური აგრეგატით განოთხას. რუსთავის ქარხანა პირველია, სადაც ამ რთული და მძიმე სამუშაოს ავტომატიზაცია მოხდა. ეს ღონისძიება სახელმწიფოს ყოველწლიურად 2 მილიონ მანეთზე მეტ დანაზოგს აძლევს. შეიქმნა აგრეგატით განოთხას. მის ავტორთა ჯგუფს ლენინური პრემია მიენიჭა. საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პრეზიდენტი, აკადემიკოსი ნიკოლოზ მუსხელიშვილი საზეიმოდ გადასცემს მათ ამ მაღალ ჯილდოს. გიგანტური ნაბიჯებით შემოვიდა საქართველოში დიდი ქიმია. შემოვიდა და ძირითადად რუსთავში დაიდო ბინა. რუსთავი ქიმიკოსთა ქალაქიც გახდა. მართლაც რომ დამკვრელურია ქიმიურ საწარმოთა მშენებლობა. შვიდწლების მე-4 წელს საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალურმა კომიტეტმა და მინისტრთა საბჭომ მისალმება გაუგზავნეს რუსთაველ ქიმიკოსებს და მიულოცეს ღირსშესანიშნავი გამარჯვება. კაპროლაქტამის წარმოების კომპლექსისა და მინერალური სასუქების წარმოების დამატებითი სიმძლავრეების სამუშაოება. აზოტის ქიმიური კომბინატის გახსნა დიდ ზეიმად იქცა. ამ გამარჯვებაში დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს კომკავშირს, რომელიც ბევრი შესანიშნავი წამოწყების მოთავეა. მშენებლობის ყველაზე უფრო საპასუხისმგებლო და რთულ უბნებზე პარტია სწორედ კომკავშირს აკისრებს გადამჭრელ როლს. პარტიამ მოუწოდა და ჭიათურის ახალი მაღაროების მშენებლობა დამკვრელურ კომკავშირულ მშენებლობად გამოაცხადა. საქართველოს კომკავშირელებს მთელი საბჭოთა ახალგაზრდობა მოუდგა მხარში და საკავშირო კომკავშირის ცენტრალურმა კომიტეტმა ჭიათურის ახალი მაღაროების და გამამდიდრებელი ფაბრიკების მშენებლობები სრულიად საკავშირო დამკვრელური კომკავშირული მშენებლობების რიცხვში შეიტანა.
საქართველოს კომკავშირის შეფობას უწევს გუმათფესის, ლაჯანურის, ხრამის და ენგურის ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობებს. 1960 წელს ლაჯანურ ჰესმა პირველი სამრეწველო დენი მოგვცა. ეს იყო ქართველი ჰიდრომშენებლების პირველი დიდი გამარჯვება შვიდწლეთში. ენგურზე შენდება მსოფლიოში ყველაზე მაღალი 300 მეტრიანი თაღოვანი კაშხალი, რომელიც გადაყიდავს მდინარეს და შექმნის 35 კილომეტრის სიგრძის წყალსაცავს. ენგურ-ჰესის უნიკალური მშენებლობის დამთავრების შემდეგ რესპუბლიკას საშუალება ექნება არა მარტო მთლიანად დააკმაყოფილოს მოთხოვნილება ელექტროენერგიაზე, არამედ სათანადო რეზერვით შექმნას. ენგურის მშენებლობა საერთო სახალხო საქმეა. მისი მშენებლები პარტიისა და მთავრობის განსაკუთრებული ყურადღებით არიან გარემოსილი. თქვენ მამაცურ შრომას, თავდადებას და შემართებას ეუბნება მათ ამხანაგი ვასილ პავლეს მჟავანაძე. სიხარულით შეხურებს არა მარტო საქართველო, არამედ მთელი საბჭოთა ხალხი, ჩვენი პარტია. ბარაქალა თქვენს მარჯვენას, ენგურს შერკინებულო ვაჟკაცებო. აშენდება სიონის წყალსაცავი, რომელიც ბევრ სიკეთეს მოუტანს შრომელ კაცს. იხარებს ბაღვენახი, ამწვანდება ხრიოკი მინდორველი, გაუმჯობესდება საცხენისის, მარტყოფისა და თეთრი ხევის მცირე სიმძლავრის ესების მუშაობა. არნახული ტემპით მიმდინარეობს მშენებლობა. შენდება ახალი საცხოვრებელი სახლები, სკოლა-ინტერნატები, საბავშვო ბაღები, ახალი უბნები, სოფლები, ქალაქები. მშვენდება ჩვენი დედაქალაქი. სულ მალე თბილისელები მიიღებენ საინჟინრო ხელოვნების უნიკალურ ნაგებობას, სპორტის სასახლეს. ასეთ ვითარებაში შეიკრიბნენ საქართველოს კომუნისტები მე-20 ყრილობაზე. გადახედეს განვლილ გზას, ამხილეს ნაკლოვანებანი, დასახეს მათი გამოსწორების გზები, მომავლის სამოცანები. საქართველოს მშრომელები ერთსულოვნად ჩაებდნენ კომუნისტური შრომის მოძრაობაში. ზაურ რუსია, ქარხანა ელექტროავტომატის ნოვატორი, ვასილ პაპინაშვილი, ლენინის სახელობის ელმოვალ საშენებელი ქარხნის ბრიგადირი, გრიგოლ ბოგვერაძე, სახელგანთქმული მემანქანი. გორელი მქსოველი, ელენე გეგელაშვილი პირველი გამოეხმაურა ვიშნე-ვოლოცკის სასტავი კომბინატის მოწინავე ბრიგადირის, ვალენტინა გაგანოვას თაოსნობას. იგი ჩამორჩენილ ბრიგადაში გადავიდა და მოწინავეთა რიგებში ჩააგანა. შრომითი გმირობის ნამდვილი მაგალითია 300 ჭიათურელი მოწინავე მეშახტის ახალი ითხვისის ჩამორჩენილ მაღაროში გადასვლა. ითხვისელები უდანაკარგოდ იღებენ მსოფლიოში სახელგანთქმულ მარგანეცს. გაიზარდა ექსპორტი ქართული მარგანეცისა, რომელიც აუცილებელია უმაღლესი ხარისხის ფოლადის შენადნობის მისაღებად. მაღალხარისხოვანი მარგანეცით მსოფლიოს მრავალი ქვეყნის გემი იპირთება საქართველოს ნავსადგურებში. მრავალი სახის პროდუქციიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია თბილისის ლენინის სახელობის ელმავალ საშენებელი ქარხნის 8 ღერძიანი ელმავალი ვივ 10.
კიროვის სახელობის ქახნის ჩარხები. 60-ზე მეტ ქვეყანაში იგზავნება ქართველი კაცის შრომის ნაყოფი. საბჭოთა ქვეყანა კი მეცნიერული აზროვნების შესანიშნავი მიღწევებით აღაფრთოვანებს მსოფლიოს. მეცნიერების წამყვანი დარგების სინთეზის საფუძვლად დაედო კაცობრიობის ისტორიაში ახალი ერის, კოსმოსური ერის დაწყებას. 1961 წლის 12 აპრილი კოსმოსშია პირველი ადამიანი, საბჭოთა კავშირის მოქალაქე იური გაგარინი. აქედან იწყება საბჭოთა კოსმონავტიკის ტრიუმფი. ამ ჯერ არ ნახულ მიღწევებში ქართველ მეცნიერებსაც მიუძღვით წვლილი. აბასთუმნის ობსერვატორია, მენისკური ტელესკოპის წარმოებს დაკვირვება კოსმოსზე, გადაღებულია რაკეტა და მიღებულია რაკეტიდან გამოტყორწნილი ნატრიუმის ღრუბლის უნიკალური ფოტოსურათი. კოსმოსის დაპყრობის საქმეში თავიანთი სიტყვა დგას ქართველმა მათემატიკოსებმა. რესპუბლიკაში მეცნიერების განვითარების საერთაშორისო მასშტაბებზე მეტყველებს სიმპოზიუმები, კონფერენციები, რომლებიც აქ ტარდება. განსაკუთრებით დიდ მნიშვნელოვანი იყო მათემატიკოსთა საერთაშორისო სიმპოზიუმი, რომელშიც მსოფლიოს ბევრმა გამოჩენილმა მეცნიერმა მიიღო მონაწილეობა. სიმპოზიუმზე საქვეყნოდ იქნა აღიარებული ქართული საბჭოთა მათემატიკური სკოლის დიდი მიღწევები. ბირთვული სპექტროსკოპიის საკავშირო თათბირმა, რომელშიც საზღვარგარეთის საუკეთესო სპეციალისტებიც მონაწილეობდნენ, აღნიშნა ქართველ ფიზიკოსთა თვალსაჩინო მიღწევები ატომის ენერგიის გამოყენებაში მშვიდობიანი მიზნებისათვის. საქართველოს ფიზიკოსთა ცხოვრებაში დიდ მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ატომური რეაქტორის გახსნა. ჩვენმა ფიზიკოსებმა აკადემიკოს ელეფთერ ანდრონიკაშვილის ხელმძღვანელობით მნიშვნელოვანი მეცნიერული პრობლემები დაამუშავეს. ქართველ მეცნიერებს დიდი წვლილი შეაქვთ ეროვნული მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის საქმეშიც. დაიწყო სეტყვის წინააღმდეგ შეტევა. ქართველ მეცნიერებს, რომლებმაც ეს დანადგარი შექმნეს, სახელმწიფო პრემია მიენიჭა. სახალხო მეურნეობის განვითარების საქმეში დიდი წვლილი შეაქვს საქართველოს ჰიდროტექნიკისა და მელიორაციის ინსტიტუტს. ახლა აქ პროფესორ ნიკოლოზ დანელიას ხელმძღვანელობით მდინარეთა მრუდხაზოვან უბნებზე წყლის ნაკადის და მყარი სხეულების მოძრაობის კანონზომიერების დადგენის აქტუალურ პრობლემებზე მუშაობენ. ქართველი მეცნიერების დიდი გამარჯვება იყო გამოჩენილი მეცნიერის, საბჭოთა კავშირის მეცნიერებათა აკადემიის ნამდვილი წევრისათვის, აკადემიკოს ილია ვეპუასათვის ლენინური პრემიის მინიჭება. საქვეყნოდ გაითქვეს სახელი ქართველმა დასტახრებმა, რომელთაც მეცნიერული და პრაქტიკული მიღწევებით საგრძნობი წვლილი შეაქვთ საბჭოთა და მსოფლიო მედიცინის განვითარებაში. მართლაც რომ ფილიგრანული ოპერატორია პროფესორი სიმონ ხეჩინაშვილი, ვინ მოთვლის რამდენ ავადმყოფს დაუბრუნა ყურთასმენა. მადლიერი ადამიანები წრფელი გულით ულოცავენ მას ლენინური პრემიის მინიჭებას. ლენინური პრემია მიენიჭა პროფესორ ანთელანას. დიდია მისი თეორიული და პრაქტიკული წვლილი გუნკერდის ქირურგიულ მკურნალობაში. მისი ხელმძღვანელობით ჩვენმა გუნკერდის ქირურგიამ საქვეყნო აღიარება მოიპოვა. გამოჩენილ მეცნიერს, მსოფლიო მასშტაბის ფსიქიატრს პავლიკი ზურაბაშვილს 60 წელი შეუძლია. ხალხმა სიყვარულით აღნიშნა ეს დღე. იუბილარია საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის უცვლელი პრეზიდენტი, სოციალისტური შრომის გმირი, აკადემიკოსი ნიკო მუსხელიშვილი. ქართველმა ხალხმა დიდი ზეიმით აღნიშნა შესანიშნავი მათემატიკოსის დაბადების 70 წლისთავი და მისი ლენინის ორდენით დაჯილდოება. ქართულმა საბჭოთა პოეზიამ აუნაზღაურებელი დანაკლისი განიცადა. გარდაიცვალა გალაქტიონ ტაბიძე, ჩვენი საუკუნის ჭეშმარიტად სახალხო პოეტი. თბილისის ქუჩებში უჩვეულო ხალხმრავლობა იყო იმ დღეს. გამოეთხოვნენ თაცმინდის მიწას მიაბარეს დიდი პოეტი. ხალხთა მეგობრობის ზეიმად იქცა რუსეთის საბჭოთა ლიტერატურის დეკადა.
რუსეთ-საქართველოს ლიტერატურული ურთიერთობის ფესვები საუკუნეთა სიღრმეშია გამდგარი. დღეს ეს ურთიერთობა გამტკიცდა და განუყოფელი გახდა. საქართველოს მალე უკრაინელი მწერლებიც ეწვივნენ. უკრაინელი და ქართველი ხალხის ურღვევი მეგობრობის დასტური იყო ეს შეხვედრა. სტუმრებმა მოინახულეს მცხეთა, ჩვენი ძველი სატახტო ქალაქი. დადგმდნენ სვეტი ცხოვლის მშვენებით. უკრაინელ მწერალთა ჯგუფი მიკოლა ბაჟანის ხელმძღვანელობით დიდი ილიას სახლ-მუზეუმს ეწვია საბურაბოში. ამ ადგილას ქართული სტამბა იყო. ქართული ბეჭდვითი სიტყვის ტრადიცია 250 წლისაა. ჩვენს ოჯახებსა და მუზეუმებს საუნჯეთ შემორჩენიათ ქართული მწერლობის კლასიკოსთა ძველად დასტამბული წიგნები. მადლიერის შთამომავლობა 300 წლის იუბილეს უხდის და ძეგლს უდგამს სულხან საბა ორბელიანს, დიდ მწერალს, დიპლომატსა და სახელმწიფო მოღვაწეს. სამშობლოს დედუყუ ღმართობით მაგათეთრა. სოფლიო მასშტაბით აღენიშნა დიდი ვაჟას დაბადების 100 წლისთავი. საქართველოში საერთო სახალხო ზეიმი იდგა. ყველა ქართველი მასპინძლობდა, უამრავი იყო სტუმარი, გამოცოცხლდა ახმიან და ჩარგალი, დიდი მწერლისა და მოაზროვნის სამშობლო. ეს დავით კლდიაშვილის ძეგლია. დაბადების 100 წელი შეუსრულდა ქართული პროზის ტრადიციების სამღირსეულ გამგრძელებელს, უნიჭიერეს მწერალს. თქვენ ხედავთ მის ვაჟიშვილს, მწერალს სერგო კლდიაშვილს. ქართულ მეცნიერთა ჯგუფი აკაკი შანიძე, გიორგი წერეთელი და ირაკლი აბაშიძე პალესტინაში ჯურის მონასტრისაკენ გაეშურნენ. ვარაუდით აქ ეგულებოდათ ქართველიერის სიამაღის შოთა რუსთაველის სურათი. ბოლოდინი გაუმართლდათ. სახელოვანმა მეცნიერებმა ქართულ ხალხს ვეფხვისწყალოსნის ავტორის დაკარგული სახე დაუბრუნეს. საინტერესო სამუშაოები ჩაატარეს ქართულმა არქეოლოგებმა. სვეტი ცხოვლის სამხრეთ გალავანთან აღმოჩნდა უძველეს ნაგებობათა ნაშთები. ახლა საქმე რესტავრატორებზეა. ესეც არქეოლოგიური ექსპედიციაა, მაგრამ უჩვეულო, წყალქვეშა. აღმოჩენილია უძველესი ქალაქი დიოსკურია. ზღვის ტალღებს შთაუნთქავთ იგი. საიდუმლოებას არ დაეხდება. ფაქიზად, დაჟინებით მიიკვლევენ მეცნიერები გზას საუკუნეთა სიღრმეში. ექსპედიციას ახლდა ქართულ კინემატოგრაფისტთა ჯგუფი. რეჟისორმა ირაკლი კანდელაკმა ფირზე აღბეჭდა ეს საინტერესო სამუშაოები. ასეთ თანდათან 1000 სიძნელის გადალახვით ივსება ჩვენი ეროვნული საუნჯე, ჩვენი ისტორია. ბუნებრივია, ჩამოსული კაცი პირველად მუზეუმს მიაშურებს, რადგან მუზეუმი ნივთებში შენახული ისტორიაა. ქართველებს ჭედურობა მამაპაპით მოსდგამთ. სულ ახლახან ახალგაზრდა ქართველმა მხატვრებმა ყბავა აღორძინეს ეს მივიწყებული ხელოვნება. ამ საქმის აღმდგენელია ირაკლი ოჩიაური, იშვიათი გემოვნების მხატვარი. ქართული ცეკვის სახელმწიფო ანსამბლს, რომელსაც საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტები ნინო რამიშვილი და ილიგო სუფიჩური ხელმძღვანელობენ, 15 წელი შეუსრულდა. ქართველმა ქალიშვილებმა და ჭაბუკებმა ცეკვით დაიპყრეს მსოფლიო. შესანიშნავ განვითარებას მიაღწია ქართულმა ბალეტმა, მისი სულის ჩამდგმელის,
განუმეორებელი მოცეკვავის ვახტანგ ჭაბუკიანის ხელმძღვანელობით. მართლაც რომ ტიტანურია ამ დიდი ხელოვანის შრომა. კომპოზიტორ ალექსი მაჭავრიანის ბალეტი ოტელო, რომლის დადგმას და მთავარი როლის შესრულებას ჭაბუკიანმა განახორციელა, ლენინური პრემიით აღინიშნა. მაყურებელთა დიდი მოწონება დაიმსახურა მწერალ ნოდარ დუმბაძისა და რეჟისორ გიგა ლორთქიფანიძის პიესამ „მე ბებია ილიკო და ილარიონი“, რომელშიც მონაწილეობენ ქართული სცენის შესანიშნავი ოსტატები ალექსანდრე ჟორჟოლიანი და სესილია თაყაიშვილი. სპექტაკლი წარმატებით იდგმება საქართველოსა და საბჭოთა კავშირის ბევრ თეატრში. რუსთაველის სახელობის სახელმწიფო თეატრმა დადგა გიგა ნახუცრიშვილის სპექტაკლი ჭინჭრაკა, სადაც დაუვიწყარი სახეების შექმნეს სერგო ზაქარიაძემ და რამაზ ჭყიყვაძემ. დიდ წარმატებებს მიაღწია ქართულმა კინემატოგრაფმა. ელდარ შენგელაიას, თამაზ მელიევას, მწერალ მერაბ ელიოზიშვილის ფილმმა „თეთრი ქარავანი“ საქართველოს კომკავშირის პრემია დაიმსახურა. მიხეილ კობახიძის მოკლემეტრაჟიანი სატელევიზიო ფილმი „ქორწილი“ რამდენიმე საერთაშორისო კინოფესტივალის მონაწილე და ლაურეატია. სულიკო ჟღენტის სცენარის მიხედვით რეჟისორ რეზო ჩხეიძის მიერ დადგმული ფილმი „ჯარისკაცის მამა“ ქართული კინემატოგრაფიის უდაო გამარჯვებაა. სოფლიოს 104 ქვეყნის კინოეკრანი მოიარა და ყველგან განუმეორებელი წარმატება ხვდა. ფილმის წარმატებაში დიდი წვლილი მიუძღვის საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტ სერგო ზაქარიაძეს. სერგო ზაქარიაძის მიერ შექმნილი „ჯარისკაცის მამის“ შესანიშნავი სახე ქართული კინოხელოვნების კიდევ ერთი გამარჯვება იყო. სერგო ზაქარიაძეს ლენინური პრემია მიენიჭა და მოსკოვის საერთაშორისო კინოფესტივალზე მამაკაცის როლის საუკეთესო შესრულებისათვის პრიზით დაჯილდოვდა. საქართველო სოფლიო მოწინავე ხელოვნების რიტმით ცხოვრობს. თბილისი მასპინძლობს გამოჩენილ მსახიობებს, რეჟისორებს, მუსიკოს-შემსრულებლებს. სიხარულით ხვდებიან თბილისელები ახალგაზრდა ამერიკელ პიანისტ ვან კლიბერნს, რომელმაც მსოფლიო სახელი მოსკოვში მუსიკოს-შემსრულებელთა ჩაიკოვსკის სახელობის კონკურსზე მოიხვეჭა. ქართული მუსიკალური და თეატრალური საზოგადოება გულწრფელად შეხვდა გამოჩენილ ამერიკელ ბალეტმეისტერს ჯორჯ ბალანჩინის და მის დას. მაყურებელი მოიხიბლა ბერძნული დრამის თეატრის შესანიშნავი სპექტაკლებით და განსაკუთრებით მედეატი, ასპაზია პაპატანასიუს შესრულებით. თბილისი მასპინძლობს მოსკოვის მცირე თეატრის სახელგანთქმულ კოლექტივს. ქართველი ხელოვნების მუშაკების შეხვედრებს უწყობენ სტუმრად ჩამოსულ საზღვარგარეთელ კოლეგებს, რომელთა საქმიანობას
ფართოდ აშუქებენ ჩვენი ჟურნალ-გაზეთები, რადიო და ტელევიზია. ჩვენ უყურებთ პირველ პირდაპირ ტელერეპორტაჟს თბილისის აეროპორტიდან. დედაქალაქელები სიხარულით ხვდებიან ევროპის თასის მფლობელ თბილისის დინამოს კალათბურთელებს. წარმატებები სპორტში მართლაც ღირსშესანიშნავი იყო. 21 წლის ნონა გაფრინდაშვილი მსოფლიოს ჩემპიონი ხდება ჭადრაკში. 1964 წელს კი ნონა კვლავ ამტკიცებს, რომ მას ჭეშმარიტად ეკუთვნის ჭადრაკის დედოფლის გვირგვინი. გადამწყვეტი მატჩი გაფრინდაშვილი ბიკოლა. თეთრებმა გაიმარჯვეს. ასე შეხვდა ნონას ჩვენი დედაქალაქი. ტაშკენტი 1964 წელი 18 ნოემბერი. დამთავრდა საბჭოთა კავშირის ჩემპიონატი ფეხბურთში, მაგრამ ჩემპიონი არ გამოვლინდა. მოსკოვის ტორპედომ და თბილისის დინამომ ფულათა თანაბარი რაოდენობა მოაგროვეს და აი ტაშკენტში დაინიშნა დამატებითი მატჩი, რომელმაც უნდა გამოავლინოს ვინ იქნება ჩვენი ქვეყნის ჩემპიონი და ვინ ვიცე-ჩემპიონი. საკავშირო კატეგორიის მსაჯმა მიკენის რუბენიზმა გუნდებს მოედანზე მოუშვია. არასოდეს არ ყოფილან ჩემპიონის წოდებისაგან ისე ახლოს თბილისის დინამოელები, როგორც ამას გუნდის მესამე თაობამ მიაღწია. დღეს ტაშკენტში უნდა გადაწყდეს, გახდებიან დინამოელები ჩემპიონები თუ არა. ვალენტინ ივანოვი და შოთა იამანიძე გუნდის კაპიტანი. მატჩი დაიწყო ის ტორპედოელთა უპირატესობით და პირველი ბურთი მათ გაიტანეს თბილისის თასში. თბილისელები დიდხანს ცდილობდნენ sapasukho ბურთის გატანას და აი მოსკოველთა კართან დაინიშნა კუთხური. ურთხამს ილო დათუნაშვილი დაატრიალა ბურთი და პირდაპირ კარის ბადეში გაახურა. 1-1 ანგარიში გათანა. მოსკოველებმა თამაში ცენტრიდან დაიწყეს. თბილისელებმა ისევ წამოიწყეს sapasukho შეტევა, სარაევმა დაუშვა შეცდომა და მაგარსკი და ილო დათუნაშვილმა მეორე ბურთი გაიტანა მოსკოვის ტორპედოს კარის ბადეში. 2-1 წინ ქართველი ფეხბურთელები არიან. მოსკოვის ტორპედოელები sapasukho შეტევაზე გადადიან, ისინი მარცხენა ფრთიდან უახლოვდებიან თბილისელთა საჯარიმო მოედანს, მიიწევენ კიდევ უფრო წინ, შეიძლება აქედან ჩამოაწოდან კიდეც, მაგრამ ცველებმა მოიგერიეს თავით ბურთი და ისევ თბილისელების შეტევაზე. მეცხრიდან ანდრეიუკი, მესხმა მოაწყო მოწინააღმდეგე დარტყმა კარში 3-1. კიდევ რამდენიმე წამი, მეტეველი უტყავს 11 მეტრიანს, დარტყმა 4-1. ასეთია ამ მატჩის საბოლოო ანგარიში. ამ გამარჯვებამ კი თბილისის დინამოელებს სანატრელი ოქროს მედლები მოუტანა. მაგრამ ბედნიერნი იდგენ თბილისის დინამოელები ცენტრალური ტრიბუნის პირდაპირ და მთელი სტადიონის, მთელი ტრიბუნების გამაყურებელი ტაშის ქვეშ შემოუარეს საპატიო წრე სტადიონს და ასე დასტოვეს გამარჯვებულებმა ტაშკენტის მოედანი. დიდი წვლილი მიუძღვით ამ გამარჯვებაში გუნდის ხელმძღვანელებს გავრილ კაჩალინს, ავთანდილ ხოღობერიძეს და ალექსი კოპრიკაძეს. გამარჯვება მოწმობს. ქართულ მსოფლიო ჩემპიონთა სახელებს კიდევ ერთი მიემატა. გიორგი სხირტლაძე, სტამბოლის ხალიჩის გმირი, გამძვინვარებული გურჯი, ყველა მოწინააღმდეგე რომ სუფთად დაამარცხა. ბეჭებით გააკრა ხალიჩას. მას გვერდში უდგანან ცნობილი მოჭიდავეები: როსტომ აბაშიძე, ვახტანგ ბალავაძე, გივი კარტოზია, რომან რურუა, გურამ საღარაძე და სხვები. რომის ოლიმპიური თამაშები. სპორტის ისტორიაში პირველად უგებენ ამერიკელ სპორტსმენს სიმაღლეზე ხტომაში. ეს რობერტ შავლაყაძეა. 2 მეტრსა და 16 სანტიმეტრზე გადაევლო თამასას და ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გახდა. ასეთი დიდი სპორტული მიღწევისათვის რობერტ შავლაყაძე დაჯილდოვდა ლენინის ორდენით.
საქართველოს კომკავშირის ყრილობა. საქართველოს კომკავშირი დებს ფიცს, რომ პარტიის დაძახილზე ყოველთვის მზად იქნება. აქ არიან მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის ახალგაზრდა სპეციალისტები. მათი ცხოვრების გზა მხოლოდ იწყება. მათ სახელებს ხვალ გაიცნობს ქვეყანა. 1964 წელს შედგა საქართველოს კომპარტიის 22 ყრილობა, სადაც განხილულ იქნა სახალხო მეურნეობისა და კულტურის განვითარების, ხალხის მატერიალური კეთილდღეობისა და პარტიულ ორგანიზაციათა მუშაობის გაუმჯობესების საკითხები. საქართველოს კომპარტიამ დიდი მუშაობა ჩაატარა საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის 21 და 22 ყრილობების და საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის პლენუმების გადაწყვეტილებათა ცხოვრებაში გადარებისათვის. საქართველოს კომუნისტებმა მხურვალედ დაუჭირეს მხარი საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტიის ცენტრალური კომიტეტის 1964 წლის ოქტომბრის პლენუმის გადაწყვეტილებებს, რომელმაც ცენტრალური კომიტეტის პირველ მდივნად აირჩია ამხანაგი ლეონიდ ილიასზე ბრეჟნევი. პლენუმმა გადაჭრით დაგმო სუბიექტივიზმისა და ვალუნტარიზმის მოვლენები კომუნისტურ მშენებლობაში. პლენუმის გადაწყვეტილებებმა უდიდესი როლი შეასრულეს კომუნიზმის მშენებლობის შემდგომ სწრაფ აღმავლობაში. გაიზარდა და დამშვენდა ჩვენი დედაქალაქი. ყოველ დღეს ახალ-ახალი მიღწევებით ხვდებიან თბილისელები. ყველაფერს თავისი დრო აქვს, შრომას, დასვენებას, ხილს. ეს თბილისელთა ახალი საჩუქარია. გაიხსნა ქორწინების სახლი. იმრავლებს ქართული კერა, ქორწილი, ძეობა. ტკბილად შეაბერდით ერთმანეთს, დადოცავენ ნეფე პადარწას. აი ისინიც, მართლაც ტკბილად რომ შედერებიან ერთმანეთს. ოქროს ქორწილს იხდიან ქართველი კოლმეურნეები, ლოცავენ ქართული ოჯახის, ერის დედაბოძის სახელოვან ტრადიციას და სვამენ შრომელი ხალხის სადღეგრძელოს. ადღეგრძელებენ კაცის მარჯვენას, მიუვალ მთებში რომ გზები გაღრავს. სვანეთის მთებში რომ ხეთხეს სამზადებს. სახელოვან მშენებლებს დღენიაдаг რომ ზრუნავენ ხალხის საყოფაცხოვრებო პირობების გასაუმჯობესებლად. ქუთაისის ავტომშენებლებს დღედაღამ რომ შრომობენ ქართული მარკის ავტომობილის შესაქმნელად. ჩვენს სახელოვან ზღვაოსნებს მამაც მეზღვაურებს, მუშათა კლასს და კოლმეურნე გლეხობას საფეხბურთოდ რომ გაუთქვეს სახელი ქართულ ავტომობილს, დაზგას, ჩაის, ღვინოს. იკვრითება გემები მათი შრომის ნაყოფი. მიფრინავენ საჰაერო ლაინერები ჩვენი პლანეტის ყოველ მხარეს და თან მიაქვთ ქართულ ავიატორთა, მეცნიერთა, ხელოვანთა დიდება. მეშახტეთა შესანიშნავ ტრადიციებს აგრძელებენ მეტრომშენებლები, რომლებიც დიდ საჩუქარს უმზადებენ თბილისის მშრომელებს. ასეთია ჩვენი რესპუბლიკის დღევანდელი დღე, უკეთესი ხვალის საწინდარი.